მოგესალმებით მაესტრო სახალ ამბებს უყურებთ 12 საათზე და ამავე დროს უსმენთ ტალღაზე FM 94 და 7 სტუდიაში ხატია ქვათაძე იწყებს მუშაობას. შიცით ინფიცირებულის გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა საქართველოში. ლამზირა ჩალაძეს 10 წლის წინ მშობიარობისას შეცდომის შედეგად დაინფიცირებული სისხლი გადაუსხეს. თავად პაციენტმა ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყო და მკურნალობის შესაბამის კურსს ინტენსიურად იტარებდა. ორი კვირის წინ ის კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმებმა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა პაციენტი გუშინ ღამით გარდაიცვალა. აკიწვა ინფექციურში იმასთან ნანი არის გოგონა ნანა ექიმთან ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო უჰაერობა ჰქონდა ბოლო ჟამს უჰაერობა ძალიან ისე მიხედვით ტყუილია მაგრამ მიხედეს რაც მართალია ისეთი მაგარ წამლებს უსხამდნენ თბილისშიდაც გადარეკა ნანამ და თბილისი დადიოდი ეს თავის იმაში და იქიდანაც გადმორეკეს რომ ესადე ეს წამალი მიეჭო ყველაფერი მიცემული მაქვს ყველაფერი გადაუსწრო ნანა ექიმა და თქვენ რო იცოდეთო რა მდგომარეობა არის ცუდ მდგომარეობაში არის რომ მე რო არ თქვათ რომ ასეო ყურადღების ქვეშ იყო მაკეც ავატყობა და იწვა ორი კვირა ავატყობაში ვადექი თავზე და გარდაიცვალა და მეცი ძრაფეს ვერ გეწყვეტა გარდაიცვალა აი ინფიცირებული ქალბატონი ლამზირა ჩალაძე ქალბატონი ლამზირა ცენტრალური მთავრობიდან ღებულობდა შესაბამის დახმარებას ასევე ღებულობდა დახმარებას ადგილობრივი მთავრობიდან ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებიდან ბოლო პერიოდი მისი დაავადება გართული და წოლის რეჟიმში იყო გადასული ოჯახს ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ადგილობრივი მთავრობიდან გაეწევა მორალური და მატერიალური თანადგომა და გაგრძელდება მისი ოჯახის წევრებზე მზრუნველობა და ინფორმაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა 2012 წლის 25 იანვარს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის პოლიციის განყოფილებასთან პოლიციის თანამშრომლებმა უცნობი მამაკაცი დააგავეს, რომელსაც თან ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ნივთიერება სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოიტანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ინფორმაციას საქმეზე ახალი დეტალების დადგენის შემდეგ გაავრცელებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს რუსეთის არჩევნების შესახებ დებატი გაიმართება. საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარების საკითხსაც დააყენებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 23 იანვარს გაიხსნა და 27 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის არჩევნები იქნება. განიხილება ასევე საკითხი რუსეთი ორ არჩევნებს შორის. მიხეილ სააკაშვილი კი ბარაკ ობამას პირადი მიწვევით ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გაემგზავრა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრამდე საქართველოს პირველი პირი სამიტის ბეის კაფის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციას, რომელიც კალიფორნიაში 27-დან 30 იანვრამდე გაიმართება, მსოფლიოს უდიდესი ინვესტორები და ბიზნეს ლიდერები დაესწრებიან. ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვითაც მიმართავს. გამოსვლის თემაა ტირანიის ნგრევა და დემოკრატიის შენება საქართველოში ვარდების რევოლუციის ნასწავლი გაკვეთილები. ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა კი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში 30 იანვარს შედგება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით რუსეთის ხელისუფლებას მცდარი წარმოდგენა აქვს თითქოს მიხეილ სააკაშვილის გარეშე საქართველოს რუსეთის ინსტრუქციებს დაქვემდებარებული ხელისუფლება ეყოლება. ამ განცხადებით საგარეო უწყებამ რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას უპასუხა. კალანდაძის თქმით მსგავსი შინაარსის განცხადება რუსეთის მხრიდან პირველი არ არის და უკვე რუტენას ემსგავსება, რომელსაც არავითარი განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს. მინისტრის მოადგილის განცხადებით საქართველო არ არის მხოლოდ მზად არის რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგი აწარმოოს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში არსებობს, თუნდაც იმ მიზეზით, რომ ერთმანეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები ვართ და ბევრი საკითხი გვაკავშირებს, მაგრამ განწყობა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან იმთავითვე ფიქსირდება, ნიშნავს, რომ მათი დამოკიდებულება არასერიოზულია. მათი მთელი მცდელობა ამ ურთიერთობაში მიმართულია იმისაკენ, რომ გააჩინოს
მოახდინონ მცდარი წარმოდგენა თითქოს რუსეთი საქართველოს კეთილდღეობაში დაინტერესებულია, მაგრამ ამის ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს და ნიშანდობლივია ორი საკითხი. როდესაც რუსეთის ხელისუფლება საკითხს ასე აყენებს, მას ავიწყდება, რომ საქართველოს ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიული გზით არის არჩეული და ხალხის უპირობო მხარდაჭერა აქვს. ეს ქართველი ხალხისათვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა, თითქოს მას მეხსიერება არ ჰქონდეს და არ ახსოვდეს, რომ 2008 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან საომარ მდგომარეობაში შემოვიდა, არა ხელისუფლებასთან, არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ განახორციელა აგრესია. ქართველი ერის წინააღმდეგ მისი პოლიტიკა დღესაც გრძელდება და ეს კარგად გამოვლინდა, როდესაც საქართველოს ტერიტორიიდან ქართველები სწორედ ეთნიკური ნიშნით განიდევდნენ, განაცხადა ნინო კალანდაძემ. მისივე აზრით, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება საუბარს არ მოინდომებს საქართველოს არც ერთ ხელისუფლებასთან, რომელიც სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მომხრე იქნება. სწორედ ამაში არის მათი პრობლემა. რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას მცდარი და ილუზიური წარმოდგენა აქვს, თითქოს სააკაშვილის შემდეგ საქართველოს ეყოლება მთავრობა, რომელიც რუსეთის მიმართ ლოიალური იქნება იმ თვალსაზრისით, რომ მის ინსტრუქციებს დაექვემდებარება და საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას ხაზს გადაუსვამს. საქართველოს სუვერენიტეტი ისტორიულად ძალიან რთულად მოპოვებული ფასეულობაა, რომელსაც ქართველი ერი არასდროს დათმობს, განურჩევლად იმისა, ვინ ეყოლება ხელისუფლებაში დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილსა და ბიზნესმენის მიერ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი მოძრაობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ჯეიმსთაუნის ფონდი მიმოიმხილავს. ვლადიმერ სოკორი წერს, რომ მილიარდერი, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს, საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი მოძრაობისათვის ქართული ოცნება პოლიტიკურ მოკავშირეებს აგროვებს. მაგრამ ჯერჯერობით ივანიშვილის მოკავშირეები არც ახალი პოლიტიკური ფიგურები არიან და არც თვითკმარი პარტიები. ისინი პატარა ჯგუფებს წარმოადგენენ, რომელთაც სათავეში ვეტერანი პოლიტიკოსები უდგანან და რომელთა მომავალიც ივანიშვილის დაფინანსებაზეა დამოკიდებული და ისიც როგორც ჩანს მათ შესაბამისად ეპყრობა. ბიზნესმენი არც რჩევას იღებს ყველაზე გამოცდილი ადამიანებისაგან, ვისაც შეეძლო გადაერჩინა ის შეცდომებისაგან, რომელსაც რეგულარულად უშვებს ის ფაქტიც, რომ ივანიშვილის ოჯახმა გადაწყვიტა ქართული ოცნების ლიდერის როლი ბიზნესმენის მეუღლისათვის გადაეცა, მიუთითებს, რომ მოძრაობის მოკავშირეებს დიდად ანგარიშს არ უწევენ, მათ შორის არის 4 პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ახლა უკვე გამოცდილი დიპლომატი თედო ჯაფარიძე შეუერთდა, წერს ვლადიმერ სოკორი. და ამავე დროს ავტორი სტატიაში ბიძინა ივანიშვილის ყველა მოკავშირეს ცალ-ცალკე განიხილავს, მათ შორის თედო ჯაფარიძეზე ამახვილებს ყურადღებას და მისი ერთ-ერთი განცხადებაც მოხავს. საქართველოს უნდა გაარკვიოს რუსეთის მიზნები, გააცნობიეროს სად ვართ ჩვენ და როგორია რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივა. უნდა გამოიძებნოს გზები იმისათვის, რომ გარკვეულ დონემდე რუსეთთან ურთიერთობები მოწესრიგდეს, ნათქვამია თედო ჯაფარიძის განცხადებაში, მაგრამ ვლადიმერ სოკორი შენიშნავს, რომ ეს მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული. სტატიის ქართულ ვერსიას Foreign Press აფცელებს. საქართველოს გერმანიაში მითვისებული ქართული ეროვნული ბრენდები დაიბრუნა. წლების განმავლობაში გერმანიაში მოღვაწე რუსული კომპანია Moscow Wines and Spirits Company GmbH-ის მიერ მითვისებული ქართული ღვინის ბრენდები, კერძოდ კი წინანდალი, ქინძმარაული და ხვანჭკარა კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაა. საკპატენტის მიერ გერმანიაში წარმოებული რამდენიმე თვიანი დავა ქართული მხარის სასარგებლოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სარჩელი ქართულმა მხარემ გერმანიის სარჩელით მას შემდეგ მიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ გერმანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებაში 2001 წლიდან რუსული კომპანიის სახელზე რეგისტრირებული ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები იყო. საკპატენტმა გერმანული იურიდიული კომპანია იქირავა და გერმანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებას საჩივრით მიმართა. ამავე დროს გერმანელი ადვოკატების დახმარებით თავად რუსულ კომპანიასთანაც დაიწყო მოლაპარაკება, რათა უპირობოდ დავის გარეშე გაუქმებულიყო ქართული დასახელებების რეგისტრაცია. დავა შეწყვეტილია, პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საელჩო გერმანიაში. საბოლოოდ გერმანიის საპატენტო უწყებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და გუშინ მომივიდა ოფიციალური დოკუმენტები ამის თაობაზე გუშინ გვიან, სადაც დაფიქსირებულია, რომ სამივე სასაქონლო ნიშანი, ეს არის წინანდალი, ხვანჭკარა და ქინძმარაული, ამ სამივე ნიშანზე რუსულ კომპანიას Moscow Wines and Spirits გაუუქმდა რეგისტრაცია და ესენი გახდა კვლავ საქართველოს საკუთრება.
შიდა ქართლში კი უნარ შეზღუდულთა პრობლემებზე და საჭიროებებზე იმსჯელეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ სპეციალური პრობლემების მქონე ადამიანებს ქალაქში საჭირო ინფრასტრუქტურა არ აქვთ და მათთვის პრობლემას წარმოადგენს დასაქმებაც. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელიც ესწრებოდნენ. ინვალიდთა კლუბის წარმომადგენელთა განცხადებით, ქალაქის ინფრასტრუქტურა მზად არ არის უნარ შეზღუდულთა მომსახურებისათვის. კანონი ითვალისწინებს, რომ ყველა ორგანიზაციას კერძო ესე ვთქვათ კომპანია იქნება თუ სახელმწიფო დაწესებულება იმ დაგვარად უნდა ქონდეს მოწყობილი მისასვლელი დაწესებულებისადმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, რომ ეს იყოს მას შეეძლოს დამოუკიდებლად მისვლა და გადაადგილება შენობაში. რაც მოცემულ ჩვენ შემთხვევაში ქალაქ გორში და საერთოდ შიდა ქართლში, საერთოდ ისედაც საქართველოს პრობლემა არის ძალიან დიდი, არ არის მოწყობილი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ქალაქში ამჟამად თითქოს დაიწყო რაღაცა მშენებლობები, პანდუსების გაკეთება, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ უმრავლესობა არ არის არანაირ სტანდარტთან მიახლოებული, ეს არის ბევრ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალური, ძალიან ცუდი მდგომარეობაა სკოლებში, მაღაზიებში, აფთიაქებში, კინოთეატრებში. ადგილობრივი თვითმმართველობა და მასში მოქალაქეთა თანამონაწილეობა. ამ თემაზე კი თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო თელავის მოსახლეობისათვის თვითმმართველობასა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი გახლდათ და შეკრებას თელავის მოსახლეობასთან ერთად კახეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მაგრამ ნორმატიული აქტები მიიღება დაგეგმილია მიმდინარე წელს თელავის რეაბილიტაცია, არის ბევრი აქტუალური საკითხი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ისე ქალაქის განაშენიანების და განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ მოსახლეობა ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს და კარგად გაერკვეს იმ უფლებებში, რომელიც არის მის კომპეტენციაში. პროექტის ერთ-ერთი ეტაპია მოქალაქეთა ინფორმირებულობა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. საუბრობთ თვითმმართველობაზე, საუბრობთ თელავის პრობლემებზე და გეგმავთ მომავალ შეხვედრებს, რომელიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ჩატარდება.